გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ახლა გუშინ ბათუმში კვლელობა მოხდა და გადაჭრელებული არის ეს ტელევიზიები და ეს სადა ქვეყანა, რომ თურმე კრიმინალის დონე მოიმატა, გაექცათ ხელიდან და ასე შემდეგ, განსაკუთრებით ოპოზიციური არხები მოკლედ ერთ ამბავში არიან და მინდა გამოხმაურებოდი ამ ყველაფერს. მაგრამ ჯერ კითხვა მინდა დაუსვა ამ ბიონაგავ ჟურნალისტებს, თუმცა აზრი არ აქვს რომ ამაზე ილაპარაკოს ადამიანმა, იმიტომ რომ თქვენ ისეთი ნაგავი ხალხი ხართ, რომ ერთ წუთში რო ერთ სიტყვით, მეორე წუთში მეორე სიტყვით და ჟურნალისტი ვარო და ყველაფერი მეპატიებაო და ეს ყველაფერი, ეს მკვლელობა და ეს უბედურება რაც მოხდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაიდინეს და კერძოდ თურქეთის მოქალაქეებმა, როდესაც ჩვენ ვამბობდით და ხმას ვიღებდით საქართველოში სერიოზულად აი ამ უკანონო მიგრაციის შესახებ, თურქული გავლენების შესახებ, ბათუმში განსაკუთრებით თურქების თავზე გადასხმასთან დაკავშირებით, რას იძახოდით? ეს რუსული ნარატივებია, ეს არის როგორ მიგრაციის წინააღმდეგ, როგორ უნდა გამოდიოდეს 21 საუკუნეა თურქები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ასე შემდეგ და ჩვენ ბნელი გრუზინები, რომლებსაც იმის საშუალებაც არ მოგვეცვა, რომ უბრალოდ ბათუმში ჩავსულიყავით და დიდგორობის დღეს დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის რაღაც ერთ ასკაციანი აქცია გაგვემართა, მე პირადად დამეჭირეს ჩემ მეგობრებთან ერთად და არ მოგწევს ამის საშუალება და თურქეთის მოქალაქეები საქართველოში არათუ თავზე იმხობენ ყველაფერს და ბიზნესით დაწყებული, დამთავრებული ყველა სიბინძურით რაც ხდება აქ ნარკოტიკების ვაჭრობით და ასე შემდეგ, უკვე მკვლელობებზე გადავიდნენ და ხოცავენ ერთი მეორეს, იმიტომ რომ ბათუმი არის მაფიის, თურქული მაფიის ბუნაგად გადაქცეული და ახლა კი არა, რამდენი ხანი არის ეს ღმერთმა იცის, ბორდელები იქნება, ნარკოტიკული ვაჭრობა იქნება, თუ რამე იქნება, ყველაფერი თურქული მაფიის ხელში არის და თავიდან ბოლომდე მთელი ქალაქის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი თურქებზეა გადაცემული და რა თქმა უნდა, როდესაც რომელიღაცა ტერიტორიას არ აქვს მნიშვნელობა გადაცემ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სამართავად, რომ იქ შენ თავარია ფული იშოვო და მეტი არაფერი გაინტერესებდეს, რა თქმა უნდა, კრიმინალი მოხდება, რა თქმა უნდა, მკვლელობები მოხდება და მით უმეტეს თურქები, რომლებიც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აქეთ ევროპაში, თავიანთი მაფიით არიან ცნობილი, აბსოლუტურად ყველა კრიმინალში არიან გარეული და პარალელური საზოგადოებები აქვს შექმნილი ევროპაში, აქაურ პოლიციას და აქაურ ჟანდარმერიას ეშინია თურქულ მაფიასთან დაჯახების და საქართველოში მით უმეტეს კარის ყურში აგერ თურქული მაფია თავის სისხლიან გარჩევებს ჩაატარებს თუ რას ჩაატარებს, ეს ვინმესთვის გასაკვირი არის? შეგეხმიანები ლევან, მე ბოდიში ახლა ლაივს ჩავწერ და ნახავ მე მიმოწერას და გაგცემ პასუხს. აქედან გამომდინარე ის რაც მოხდა ბათუმში, რომ ორი თურქეთის მოქალაქე ერთმა ვიღაცა თურქმა კილერმა ჩახოცა და მე დარბის ეს ჟურნალისტები და იძახიან, რომ თურმე საქმე და უბედურება იმაში არის, რომ პოლიციას ეძინა ისე კრიმინალი ხდება ყველგან. მაგრამ კრიმინალს რა მასშტაბების საშუალებას მიცემს, ეს შენზეა დამოკიდებული და საქართველოში საერთოდ კრიმინალის საკითხთან დაკავშირებით და განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ძირითადად ისლამური ქვეყნებიდან ჩამოდიან, არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან, ხო, ერთმა თურქმა ორი თურქი ჩაცხრილა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია. როდესაც მოაღებ კარს და შემოუშვებ ყველა რჯულის ადამიანს, ეს ჯერ კიდე ყვავილებია. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ვისაც არ უცხოვრია ამ ისლამურ ქვეყნებში და ვისაც არა გამოცდილება და არ იცის რა ხდება იქ, რელიგიის ნიადაგზე იქნება ეს ყველაფერი, მაფიურ ნიადაგზე იქნება თუ რაზე იქნება, იმას ჯერ წარმოდგენა არ აქვს, რომ როგორ შეიძლება მაგალითად დაპირისპირებული ორი აგრესიული მიმდინარეობის ადამიანები გვერდისგვერდ ცხოვრობდნენ. ეს უბედურება ამ უიზო თარეში, საქართველოში და
თურქებზე და ამაზე გადაცემა ქართული ტერიტორიების უარეს და უარეს გამოიღებს. ახლა უფროსთაობას ძალიან კარგად ახსოვს სოხუმში რა ხდებოდა 80-იანი წლების ბოლოს და ახლა მე ომი და უბედურება მოხდა და იმიტომ რომ პრაქტიკულად აფხაზეთის ტერიტორია ასე იყო მიშვებული ინტერნაციონალისტვის გასაგებია როგორ და რატო და რანაირად და იწვევდა დაპირისპირებებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში ესე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ამას თავისთავად სეპარატიზმი ახლდა და ეს კიდე ამძაფრებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ბათუმში რა თქვენ გონიათ რამე ნაკლები არის? რელიგიური ფაქტორიცა, პოლიტიკური ფაქტორიცა, გეოპოლიტიკური ფაქტორიცა, ეთნიკური ფაქტორიცა, მაფიური ფაქტორიცა და ყველაფერია. ეს ჩვენი ულამაზესი, უსაყვარლესი ქალაქი, რომელიც ამდენი საუკუნეები საჯიჯგნად ჰქონდათ მიგდებული, ისევ ეს დაუბრუნეს და ჩაუგდეს ხახაში ამ ძაღლიშვილებმა და აბა რა იქნება. და ეს კიდე ყვავილებია. კინო აწი იქნება. და რატო? აი ელემენტარულად ახლა მინდა მე შემთხვევით რუსულ საიტზე წავაწყდი ამ ყველაფერს, რუსულენოვან საიტზე და მინდა გაჩვენოთ. აი ეს არის ამ წერასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც ბარეორი დებილი იყო აქ გამოვარდნილი და იძახდა იმას, რომ რა ქვია, რა თქვენ რას იგონებთ, რა 500,000 მიგრანტია ჩამოსული საქართველოში და ასე შემდეგ. დამთავრდა ეგრეთ წოდებული აღწერა და ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ თურმე საქართველოში 3,900,000 ადამიანი ცხოვრობს. როდესაც საქართველოში 3,400,000 იყო დასული მოსახლეობა, საიდან გაჩნდა საქართველოში 2014 წელს და აღწერის შედეგად საიდან გაჩნდა საქართველოში უცებ 500,000 ადამიანი. საიდან გაჩნდა, ხო? ყველა ვხედავთ 2014 წლის მერე მიგრაცია გაზრდილია, აბორიგენი მოსახლეობა გარბის საქართველოსდან და გადაცემულია ქვეყანა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვაში. საიდან გაჩნდა, ხო, ეს ყველაფერი და როდესაც ვამბობდით უამრავი ნაგავი, ვითომ ეროვნულები რო არიან, გამოვარდნილები იყვნენ, ეს აღარ მინდა რა 10ჯერ და 100ჯერ ერთ და იგივე სახელების და გვარების გამეორება, მაგალითს გაგახსენებთ, აგერ ახლა მანჯავიძე როა, სოსო. ბიჭო, რას გიხდიან ამდენს ერთი შენ ძალიან მაინტერესებს რა, ახლობელმა ჩამიგდო სალტეს გადაცემაში იყო და ვინცო მიგრანტების თემაზეო ხმას იღებსო, მათო ფიზიკურათაცო უნდაო გაუსწორდეთო რა პანიკას ტეხავ თუ აქო რა ხდებაო და რა 500,000-იო გულაშვილი იძახო და ეს ქოც გამპრავებლები რო ხართ. 3,900,000 საიდან გაჩნდა თქო და აი აგერ განმარტება საქსტატის წარმომადგენელის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში 3,900,000 ადამიანი ეს იმას ნიშნავს. კარგად დააკვირდით. ჩვენ ვატარებთ საერთაშორისო, ესე რომ ვთქვათ, მეთოდით საქართველოში აღწერას და ამ მეთოდს ვეფუძნებით. რა არის ახლა ეს საერთაშორისო მეთოდი? საერთაშორისო ეგრეთ წოდებული ბჭყალებში საერთაშორისო მეთოდი ითვალისწინებს, რომ რაოდენობა უნდა იქნას ქვეყანაში ადამიანების დათვლილი და არ უნდა იქნას მითითებული ეთნიკური წარმომავლობა. იმიტომ ეს ქსენოფობიათ ითვლება. მაგრამ საინტერესო კიდე რა ფაქტორია, იცით? გარდა საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია, საქართველოში ითვლება და ითვალისწინება ის ადამიანები, რომელ ადამიანებსაც აქვს მიღებული ლეგალური ცხოვრების უფლება. ანუ ეგრეთ წოდებული ის დროებითი ბინადრობის უფლება, ეგრეთ წოდებული ვენჟე, ლეგალური ვიზა, ლეგალური ყოფნის უფლება. ლეგალური ყოფნის უფლება, ტოლვილები მაგალითად, ვისაც თავშესაფარი აქვს მინიჭებული, ესენი ითვლებიან, რომ საქართველოს მოქალაქეების აღრიცხვაში შედიან. და აი ამათი დათვლით ლეგალურად მყოფი საქართველოში სულ მინიმუმ. ქართველზე არა, ეროვნებაზე არა ლაპარაკი. საქართველოში დაახლოებით 500,000 ადამიანი გაჩნდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება და რომლებიც აღირიცხებიან საქართველოში როგორც საქართველოს მოქალაქეები. და ამას აკეთებს საქსტატი. ეროვნების გარდა ყველაფერი არის მითითებული და ეს ხალხი, რომელსაც მოქალაქეობა არ გააჩნია, ესენი არიან რა ქვია, ასევე აღრიცხვაში შემოტენილი და შემოთხრილი. რატო იცით? ხვალდაზე გამათ ნატურალიზაციას გაუკეთებენ და მიცემენ იმას, რა ქვია, მოქალაქეობას. და ეს 3,900,000 უკვე ოფიციალურად შევა საქართველოს მოქალაქეობის საქართველოში მაცხოვრებენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებში.
და მე მაინტერესებს ერთი მინდა ვკითხო იმას რა ქვია ნებისმიერ ნორმალურ ქართველს რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის და განსხვავებას ამაში თუ რაიმეს ხედავთ რომ საქართველო აივსოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებით და მათ უბრალოდ ჰქონდეთ ქართული პასპორტი თუ საქართველო აივსება უცხო ქვეყნის მოქალაქეებით მაგრამ მათ არ ექნებათ ქართული პასპორტი ამითი იოლდება საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და საქართველოში მიმდინარე უბედურება აი ეს არის კოცების მატყუარა აფირისტი აი ნაძირალა ეს ჩათალახი ხალხი შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები მოღალატეები სულ რომლებიც მოხვდნენ ქვეყნის სათავეში ცლიან ქვეყანას აბორიგენი მოსახლეობიდან გააჯეჯილეს ქვეყანაში 1000 ჯურის ადამიანი რომელსაც ზოგს მოქალაქეობებს აძლევენ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი აღრიცხვის პერიოდში რამდენს ჰქონდა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა რამდენს ჰქონდა და იმის მერე რამდენმა მიიღო და რამდენს კიდე მიეცა ეს და ამას პლუს ამას დაუმატეთ არალეგალები რომელსაც მაგალითად სამარალეგალს გააძევებენ ქვეყნიდან და ერთი 1000 არალეგალი მეორე დღეს ჩნდება და გვიმტკიცებს აგერ საქსტატის წარმომადგენელი რომ თურმე საქმე რაშია ხალხო იცით ჩვენ ტურისტები ვარ და გვითვლიაო ესო აქ მაცხოვრებელი ადამიანები დავთვალოთ ის ვინც ტურისტული ვიზიტაა ჩამოსული ანუ ვიზო ტურისტული ვიზიტით და რამდენია დარჩენილი ეს როგორ დავთვალოთ ერთი ამიტომ ხალხი რომელიც გამოვარდნილები ხართ და პირი რო გაქვთ დაღებული ოღო ნაცები არ დაბრუნდნენ ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიზინა უფალი ქფარავდეს ომი არ არის ცოცხს არ გვიკეთებენ სკავსი ის შიზოფრენიებით შეპყრობილი ავადმყოფები აქ რო შემომივარდებით და იწყებთ იმის რა ქვია ივანიშვილის იმას რა ქვია დიდებას აი ეს მოაქვს ივანიშვილს თქვენთვის და ეს მოაქვს ქართულ ოცნებას თქვენთვის და მთელი ქვეყანა ახლა გადასული არის იმაზე რომ ვიღაცამ იმას რა ქვია რა გვარია ის ნაცების ისროლი ხაბეიშვილს კვერცხი ესროლა პირდაპირ ეთერში ვიღაცამ მომღერალ ვიღაცა იმას თარხნიშვილს ოლეოლას გამოცხვილპირი გაუხეთქა მერე გამოხდა ისა რა ქვია ჩიჩილაკა და იძახის რომ თურმე ისა რა ქვია ოლეოლას მაძახებელი და ეს რა ქვია ეს ხაბეიშვილი თურმე საქმე იმაში ყოფილა რომ ანიტას სახელწოდებით იმასთან ერთად რა ქვია ნოდარიკო მელაძესთან ერთად თურმე 5000 ლარს იღებდა ყოველთვიურად. ჯერ არ დააკონკრეტა, რომ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიდიოდა თუ საიდან მიდიოდა. თუ ვინმეს 5000 ლარს აძლევდა და უხდიდა ეს რა ამის საქმე არის, მაგრამ სადაც ხდებოდა დაფარვა სახელწოდების, ხო, სავარაუდოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გაცემული ეს ფული. ანუ რა გამოდიოდა? კოცების მართული სახელმწიფო აფინანსებდა ნაცების მართულ სახელმწიფოს, იმას ნაცების ოპოზიციას. იმიტომ რომ ყოველთვის ეძახებიათ ასე, იმიტომ რომ ხალხს რეალური პრობლემებიდან ხო უნდა სადღაც გადაატანიო ყურადღება. და მე მიკვირს ამ დებილი ხალხის, ეს დებილი გამოკლევებული ხალხი, რომელიც იძახის, რომ აი ხედავ რა მოხდა, თურმე ესე ხდებოდა და ისე ხდებოდა. ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას და ამ კოჰაბიტაციას 2012 წლიდან ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ქართული ოცნება აი ამ ნაგავ ოპოზიციას. აი გაჩვენებთ აგერ ერთ-ერთი წლის მაგალითად მაჩვენებელს, რომელსაც და არა მარტო აი ამ ერთ ნაგავს. რა აქვს მნიშვნელობა ეს? აი თქვენი გადახდილი გადასახადები ჩემოკარგებო. ნაცების დაფინანსება, აგერ ჩამოყევით თქვენით ევრონაცების დაფინანსება, აგერ გილჩის დაფინანსება, აგერ სხვა სანაგვის დაფინანსება და ეს ყვითელი ხაზით რომელიც აღნიშნული, ისინი არის აგერ ლელოელების დაფინანსება. ეს ერთ-ერთი წლის მაჩვენებელია მარტო. და იმის მაგივრად რომ 2012 წელს დაესრულებიათ ნაციონალური მოძრაობა, მე-13 წელიწადი არის აგერ დამდგარი. ნაციონალურ მოძრაობას ხო კაციშვილი არ ეხება და ხელის გულზე ყავთ და კარგად არიან. და მაგად პარტიებს და მაგად მოქმედებას ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ქართული ოცნება და თქვენ აფინანსებთ ამას. თქვენ აფინანსებთ, იმიტომ რომ დაგასვათ თავზე კოჰაბიტირებული ძალა, რომელსაც თქვენივე გადასახადიდან ასმევს, აჭმევს, აგულავებს და
ვიყურებთ მე ტელევიზორში ასე და ნაცები ვერ დაბრუნდებიან ასე იმის მაგივრად რომ საერთოდ გაიუქმებიათ ეს მუხლი რაში ჭირდება პარტიას და პარტიის ვირთხებს კიდე სახელმწიფოდან გაძვალტყავებული სახელმწიფოდან იმის ბიუჯეტიდან იმას ფულის ჭამა მილიონების ჭამა აი ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ კარგად დააგვირდით აი ამ გრაფას ესა ერთ-ერთი მომენტი ისეთი არაფლის გამკეთებელი პარტია რომელი პარტიაც არის ლეიბორისტები და მისი ლიდერი სადღაც 7 მილიონი მეტი აქვს ოფიციალურად აღებული 2012 წლის მერე ჩასმულია ჯიბეში და ხალხი ზია და უყურებს პენსია არა გვაქვს ცხოვრება გაჭირდა აგერ შვილი ემიგრაციაში წამივიდა კაციშვილი სახლში არ დამრჩა ასე და არა ომი ხო არ იქნება მიშა ხო არ მოვა ნაცები ვერ დაბრუნდებიან აი ვიღაცამ ნაცებს შეაგინა ხო გალახეს ახია მასე აგერ გიზით ეს ნაგავი იგუარებთ ქვეყანას ცლის ქვეყანას შემოყავს 1000 რჯულის ადამიანები რომლებიც ქვეყნის იდეოლოგიური გადაგვარებით და სარწმუნოებრივი და ეთიკური გადაგვარება ეს ერთი არის და კრიმინალური გარჩევები და უბედურებები ხდება აგერ მკვლელობები ხდება ღია მკვლელობები ხდება იმაში რა ქვია ბათუმის ქუჩებში და არა მარტო ბათუმის ქუჩებში შემოგარგებო პროსტიტუცია ნარკომანია აი გადახედეთ ელემენტარული ამ იმის ნარკოლიბერალიზაციის შემდეგ როდესაც დაიწყეს ამათმა ვითომ ახლა რო დაიწყეს ნარკოტიკთან ბრძოლა და დაშვებული რო კონდათ თვითონ ვისაც იჭერენ 90% უმრავლესობა ყველა არის უცხო ქვეყნის მოქალაქე აბსოლუტურად ყველა არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ძირითადად ვისაც აქვს დიდი ნარკოტიკული დოზა ზოგი ბრიტანეთის ზოგი თურქეთის ზოგი უკრაინის ზოგი ბელორუსიის ზოგი რუსეთის ზოგი აზერბაიჯანის რატო იმიტომ რომ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია ლიბერალიზაცია ამ ხრის მანძილზე ვისი დამსახურებაა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და ქართული ოცნების მონაპოვარი არის მიგრაციის პრობლემის მოხსნა, ასე რომ ვთქვათ, ბარიერების მოხსნა და ამათი შემოყრა ვისი დამსახურებაა? ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება არის. კოჰაბიტაცია, როდესაც არც ოპოზიცია ხმას არ იღებს და არ ამოიღებს არასდროს ამ ერთ-ერთ უნიშნულოვანეს პრობლემაზე ვისი დამსახურება არის? ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის, იმიტომ რომ მისი მართული ოპოზიცია ოფიციალურადაც აფინანსებს და ამათაჩვევა და იმათაჩვევა. კიდე დაჯექით ახლა და უყურეთ ამ ყველაფერს ასე. უყურეთ ბედნიერად. უყურეთ ამას ბედნიერად, რომ თურმე კარგათაა ქვეყანაში საქმე და ბედნიერად ცხოვრობთ. და ნაცები ვერ დაბრუნდებიან და ომი არ იქნება. აი უყურეთ ამ ყველაფერს. ეს მონაგონი არის, ჩემო კარგებო. საქართველოს ისეთი ქვეყნებისთვისაა ღიად დატოვებული კარები, ისეთი ქვეყნებისთვის, რომელიც ბუდე და ბუნაგი არის ექსტრემიზმის, ტერორიზმის, აგრესიული ისლამის, რომელიც თავისიანებს ვერ იტანენ. თავისიანებს ვერ იტანენ, იქ უნდა იყო ერთი დღე მაინც უნდა შეხედო იქ რა ხდება. ერაყში როდესაც მსახურობდით, მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ რაიონში ერთ-ერთ სოფელში შიიტი გოგო სუნიძე გათხოვდა. პატრონი არ ყავდა არავინ და მე დაბრუნდა სოფელში. რო დაბრუნდა სოფელში ქვებით ჩაქოლეს. სხვარწმენის ადამიანს რატო წაყევიო? ორივე ისლამის მიმდევრები. აი ეს ხალხი ყველა ჩამოგისახდება საქართველოში. და ეს რაც ხდება, ხო? ეს არის მონაგონი. ეს არის მონაგონი. დანარჩენი კიდე რა უნდა გითხრათ? ბათუმი, უკვე დიდი ხანია გასულია კონტროლიდან, საერთოდ გასულია ბათუმში. თუ ვინმეს უნდა ეროვნული რაღაცის თქმა, თუ ვინმეს უნდა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა, დიდგორობის აღნიშვნა, აჭარის გათავისუფლების აღნიშვნა და ასე შემდეგ, არავის არ აქვს უფლება. თუ ვინმეს უნდა კრიმინალის ჩადანა, ბარიგობა, უბედურება, ჩათლახობა, ყველასთვის ღიაა კარები. და ეს გიკვირთ. არა, მე მიკვირს ამ ხალხის რომ უკვირს, რომ ბათუმში თურმე ის მოხდა. რამდენი მკვლელობაა იქ იცი მომხდარი, რომელიც არ გავრცელებულა, ეს უბრალოდ ღიად მოხდა, საჯაროდ მოხდა. დღისით, მზისით, შუა ქალაქში, ცენტრში, ხოცვა ჟლეტო. როგორ შემოვიდა იარაღით?
საიდან შემოვიდა იარაღით, როგორ მივიდა შეიარაღებული ადამიანი ქალაქის ცენტრში, როგორ მოახერხა იმ ორი ადამიანის დახოცვა. ეგეთი კითხვები არავინ არ უნდა დასვას. ესე იყო საჭირო. თქვენ გონიათ ახლა იმას დაიჭერენ? ეყოლება ცოტა ხანი და გადაცემენ, ვერ და იქიდან გაუშვები. აი ესე იღუპება. ასე იღუპება ქვეყანა ნელ-ნელა. და ამ ყველაფერს მარტო ქართული ოცნება კი არ ღუპავს. ამ ქვეყანას ღუპავთ თქვენ. თქვენ, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერები ხართ. ვინც გამოდიხართ და ამბობთ, რომ მეტი არჩევანი არ აგაქვთ თურმე. იმიტომ გინდათ პასუხისგებლობა მოიცილოთ და მოიხსნათ. და ეს ნაგავი ხალხი, რომელი ნაგავი ხალხიც, გინდა ქართული ოცნების სათავეშია, გინდა აქეთ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სათავეში არის, გამომიჩნდეს ვიღაცა ადამიანი, რომელიც იქნება პატიოსანი, რომელსაც ეყვარება სამშობლო და მე მივალ და იმას მივცევ ხმას, ხო, და გადავიხდი გადასახადებს და მეტი არაა ჩემი საქმე. სანამ ესეთ დამოკიდებულება იქნება საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ერის მომავლის მიმართ, მანამდე ამ ქვეყანას აი ეს არ მოცილდება, თუ საერთოდ გადარჩა და თუ საერთოდ დარჩა. გაუბრუნეთ, კი ბატონო, ერი უწყობს ამ ყველაფერს ხელს. ერი უწყობს და ვინმე არ გამოვიდეს და არ თქვას, რომ თვითონ რა შვაშია, ხო, აბა მოგატყუათ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლიდან მოყოლებული, აგერ 13 წელიწადია ყოველდღე გატყუებთ, მაგრამ ვერ გაიგეთ ეს ყველაფერი. ამიტომ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. რაც ემართება ქოცებს, ეს იქნება ქოცებს და მის მხარდამჭერებს. ხო იძახით, რომ თურმე ქოცებით და მისი მხარდამჭერები ერთი ყოფილხართ. მე არ ვაიგივებ, ვინც ხმა მიცა ქოცებს და ქოცს ერთმანეთთან. ახლა შეიძლება ბერმა ისეთმა მიცა, რომ მართლა ტერორშია ხალხი ჩავარდნილი და გონიათ, რომ ომი არ იქნება და ეს არ იქნება და ის არ იქნება და ყველას ვერ მოთხოვ ღრმა სამოქალაქო შეგნებას, მაგრამ საერთო ჯამში თქვენ ხო აიგივებთ. ხოლო მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ქოცებზე ხმის მიმცემი და ქოცების გვერდით მდგომელი აბსოლუტურად ყველა თითოეული თქვენთაგანი ხარს უჭერს კოჰაბიტაციას, ყველა თქვენთაგანი ხარს უჭერს უსამართლობას, უკანონობას, ხარს უჭერს მიგრაციას, ხარს უჭერს ქართველი ერის გადინებას ქვეყნიდან, დამცირებას, შეურაცხყოფას, სულში ჩაფურთხებას და ყველაფერში ხართ მაშინ ერთი გუნდი. და ნურავი ნუ იტყვის, რომ მე არაფერი მე რა შუაში ვარ, რაც ეს ხდებაო. თქვენი შუაში, აბა ვის შუაში? აბა რა გინდათ ახლა მოვიდეს ვიღაცა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი და გიხსნათ? რატო უნდა გიხსნას? რატო ხარ გადასარჩენი? როდესაც შენს გაწყობს ეს ყველაფერი და შენც ამ ყველაფრის მონაწილე ხარ. შენს გაწყობს, შენს გაწყობს. რო არ გაწყობდეს, მაშინ არ მიხვიდოდი არჩევნებზე და არ მიცემდი ხმას. არ დაუდგებოდი ემად გვერდით. რომ მოვიდო და მიაფურთხებდი და ეთხოვდი, რომ ბათუმი, რომელიც იყო ასეთი სუფთა სპეტაკი ქალაქი, რას დაამგვანეთ. ბარიგობის, ბორდელობის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, თურქების დაუძინებელი საქართველოს დაუძინებელი მტრების შემოსევის ცენტრად როა გადაქცეული. თქვენი წვლილი ამაში არაფერი არაა? რო ვიყავით იმაში, მაშინ ბათუმში რო გქონდა აქტივობები და იმუშავებოდით, ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ თურქებზე ცუდს ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ ზოგიერთი თურქეთში მუშაობს და შემოსავალი აქვს თურქეთიდან და ეწყინება ხალხს და გვერდით არ დაგვიდგება. ასეა. არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა ჟან შარდენი, როგორც აღწერდა მის მოგზაურობას მაშინ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით. გამწარებულები იყვნენ. შვილის გაყიდვით, ცოლის გაყიდვით, მშობლის გაყიდვით, ყველაფრით დაკავებულები იყვნენ. ასე იყო გადაგვარებული მაშინდელი საქართველო, ისე გადაგვარებული დღესაც. ასე იქნება მომავალშიც. თუ ესენი იქნებიან სათავეში, იმიტომ რომ ქვეყნის რიტმი, საზოგადოების ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორი მართველიც ახლავს. ვაჭარი არის. ჩვეულებრივი ჩარჩი ვაჭარი არის ქვეყნის სათავეში. და ჩვეულებრივი ჩარჩი ვაჭარი ახორციელებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც ხდება ქვეყანაში და ხალხი ამის მომხრეა. ახლა თქვენი ჩმორობით, თქვენი იმითი რა ქვია, უცოდინრობით, თქვენი სიბრიყვით, თუ თქვენი ამით თუ თქვენი იმით ყველა თანამონაწილეა ამ ყველაფრის. და არავინ უცოდველი არა ამ ყველაფერში და ჩამოდი და გვერდში დაგვიდე ვინ ბრძოლობს ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად. შენ წასული ხარ და ჩვენ რა უნდა მექნა? 36 წელიწადი ჩემ ქვეყანაში ვცდილობდი იმას, რაღაცას ასიკეთოთ შემეცვალა და ვინ დამიდგა გვერდით?
ვინ დადგა გვერდით? ასე იყო მაშინაც. 2 მილიონი, 3 მილიონი ნახვები ქონდა ვიდეოს და ორი კაცი არ გამოდიოდა იმას. ერთეულებით, ისე ჩამოსახლებლები, მართლა ვისაც სამშობლო უყვარდა და ვისაც მართლა ფული არ აინტერესებდა და ქვეყნის ბედნიერად ცოტა იყო დარჩენილი. ამიტომ რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო. გააგრძელეთ ეს ყველაფერი და უყურეთ ამ კლოუნადას და უყურეთ ამ ცირკს და გამოსულა ნახლა. იმაზე რა ქვია, დინარაძე ყოფილა ემაში რა ქვია, ეთერში იმედზე და ხალხს არ ეკითხებითო, ხალხსო არ ეკითხებითო? ხალხიო? ხალხი გაახსენდა თურმე. თურმე ხალხსო საბჭოური მეთოდებიო რაში ჭირდებათო? საბჭოთა კავშირიო დავასრულეთო ჩვენო და ხლა ბიუროკრატიასო ხო არ დავაღუპიებთ ქვეყანას. საბჭოთა კავშირი მართლა გეუბნებით, მე ამას ვამბობ. ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობის გამო რეპრესირებული ოჯახის შვილი, მე გეუბნებით, იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება, აი იმ რეალობას, აი ეს უბედურება რაც ხდება. ამასთან შედარებით ის საბჭოთა საქართველო ყოფილა 64. 64 ყოფილა. იმიტომ კი არის ნოსტალგია. უფრო დაცული იყო ქართველიები. შვიდობა იყო. ზრდილობა, ზნეობა, მორალი, ადათი, წესი, ტრადიცია იყო. დემოგრაფია ერი მრავლდებოდა. ქართული კულტურა, ქართული სპორტი, ყველაფერი ქართული წამოწეული იყო, ამაღლებული იყო. ყველაფერი იყო დაცული. და კაცი შვილი ვერ გაბედავდა ამ ყველაფერს. არავის არ შიოდა, არავის არ წყუროდა, თუ ვინმეს მუშაობა უნდა და მუშაობდა. თუ ვინმეს სწავლა უნდა და სწავლობდა. არავინ არ იყო გაღატაკებული. არავინ არ ცხოვრობდა შეიძლება ასე. დღევანდელი საქართველო აიყიდეთ. ტერიტორიები დაკარგული. ერი შემცირებული. ეკონომიკა განადგურებული. ერთეულების ხელში გადასული მთელი ქვეყნის ქონება. უცხოტომელებით უცხოთესლით ავსებული ქვეყანა. დემოგრაფიული მკვდომა. დაცლილი სოფლები. გათახსირებული, მოთახსირებული თავიდან ბოლომდე თუ რამე ეროვნულს უკავშირდება. ქართულ წარწერას ვერ ნახავ. ქართული ენის სტატუსი საერთოდ რა ვიცი მე რამდენი ენის სტატუსი აქვს საკუთარ სამშობლოში სავალდებულო არა მე ჩინოვნიკმა ქართული ენა იცოდეს ისე ინიშნებიან ხელისუფლებაში. კინო, ფილმი, თეატრი, ყველაფერი კულტურა დაცემული, განულებული დათა თუთაშხიას გადამღებიერი. ჩემი ცოლის დაქალებით იწონებს თავს. და ახლა გამოვა ვიღაცა და კი თუ იყო ის მარქსიზ-ლენინიზმი, განსაკუთრებით 80-იანებში ნაკლებად უსმენდა ვინმე მარქსიზ-ლენინიზმს, მაგრამ დღეს უარესი არაა. ვინმე მოდიოდა და მოსკოვიდან გეუბნებოდა, გინდა თუ არა პიდარასტი გახდიო და გინდა თუ არა გეი პარადები ჩაატარეო შენ ქვეყანაშიო. ელემენტარულ კითხვას გისვამთ. ვინმე გაუბედავდა ქართველს მსგავს რაღაცას? კაცი გათხოვდეს და ხალი ხალზე გათხოვდესო? ელემენტარულ კითხვასო. არავის. შრომა ვისაც უნდა და ფასი ქონდა. ეს აგერ წადით. გადადით. 900 იქეთ და კმაყოფილი იყავით იმისთვის, რომ ვიღაცა იმას, რა ქვია, ბერძენს და იტალიას ტრაკი თუ დაბანეთ 50 ევრო თუ გადმოგიგდოთ და ეგეა ევროპა და ეგეა ევროპელო. ამას აღარჯობდა ის საბჭოთა კავშირი. ასეთ საქართველოს კიმჩენინის საქართველოს რა ქვია, კორეა ჯობია თუ სიმართლე გინდათ. მე ამას გეუბნებით ქართველი ადამიანი. ქართველი ადამიანი, ეროვნებით ქართველი, ცნობიერებით ქართველი. მე მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში თუ რამე ღირებული არის შექმნილი, ეს ყველაფერი არის იმ პერიოდის შექმნილი. არ გინდათ სიმართლე. და ეს დასირებული ახალგაზრდობა, ვაიმე, საპეჭოური ყველაფერი ცუდი, აი, ტიპიური. დედამოტყნული ჯიში და ჯილაგი ამათი მაინც. ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული ის ძუკნა როა ის. ხაზარაძე მევახშე. ანანაცლიშვილი როა ის დედამოტყნული. მამამისმა მთელი ქუთაისის ესა რა ქვია, ავტოქარხანა შეჭამა ჩაიდგა მუცელში მილიონერი გახდა. სტალინის და საბჭოთა კავშირის ნაშენები დაანგრიეს. შეჭამეს, ჩაიდგეს მუცელში მილიონერები გახდნენ. თავისი თავი და მისი უჯიშო შთამომავლობა აგულავეს ხელის გულზე. და კიდე სტალინის და საბჭოთა კავშირის აგინებენ.
მე არ ვიცი ამდენი და სტალინის ძეგლი არ გააჩერეს მის იმაში. ხო და აი იმ დონეზე რომ მივა საქართველოს ჟან შარდენის მოგზაურობაში რო არის აღწერილი და ის საქართველოს რო დადგება სადაც ოჯახის წევრი ოჯახის წევრს ყიდიდა და ამით ვალებს ისტუმრებდა და არსებობდა აი მაშინ გაიგებთ ბევრი რაღაცის ფასს მაშინ გაიგებთ ამ ყველაფრის ფასს ჯერ არ აქვს კიდე გაგებული მაშინაც ასე იყო თქვენ გონიათ რა მაშინ ასე არ იყო მაშინაც სოლომონ პირველმა რომ მოინდომა ქვეყნის განთავისუფლება ამ უბედური სცენიდან ტყვეთა ვაჭრობა აკრძალა საქართველოში ის აი ოსმალეთის იმპერიის ჯარებთან ერთად ადგილობრივი გამაჰმადიანებული ქართველებს პლუს მიუმატა ისა მოღალატე თავადები და ღვიძლი ბიძები იყვნენ სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო მაშინ არ მახსოვს ახლა გვარსახელი მაგრამ მახსოვს ის რომელმაც მეფე დაწყევლა ლუკმა გამოგვიგდეო პირიდან ლუკმა გამოგვიგდა პირიდანო რას ქვია ტყვეთა გაყიდვა აკრძალება აი ასეთ მდგომარეობაში იყო საქართველო და ყველა ღალატობდა მეფეს ბიძები ბიძაშვილები დედა შვილიც მოღალატე აღმოაჩნდა აი ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებობდა სამწუხაროდ ამიტომ დღეს არაფერი განსხვავებული არ ხდება შენ რუსეთუ მეხკარშენ საბჭოთა კავშირი გენატრება აბა ეს გენატრებათ არც მაშინ გიშლიდათ პიდარასტობას და ბოდიში და უკანალში სარიგეთ ხარათ ოღონ არ გამომხტარიყავით ქუჩაში და არ გიყივლათ და არ გეწივლათ სავსე იყო მაშინაც პიდარასტებით ვისაც პიდარასტობა უნდა არავინ არ უშლიდა თბილისში ეგ პეროვსკაიაზე მაგათი შეკრების ბუნაგი იყო ახლა ზდიეთ აგერე ოსმან ფაშა და მუსტაფა ფაშა და კიდე ვინ გაარჩევს ბათუმში ქურდულად საქმეს ქურდულად სადღაც ქურდული წანადრებელია თურქული მაფიის კანონებით ვინ გაარჩევს საქმეს და დასწირებული ხალხი მიშტერებული ამ თურქულ სერიალებს და ზოგიერთი გამოკლავებული ისა ქართველი ქალი ჩადის და მეჰმედის საფლავზე ტირის მეჰმედ მეორის საფლავზე ტირის რა კაი კაცი ყოფილხარ აი შემოკარგებო ამის თქვა მინდოდა და აგემშვიდობებით თავს აღარ შეგაწყენთ უბრალოდ ესეთი რამეები რაც ხდება კიდევ და კიდევ მოხდება და უფრო მეტი მოხდება იმიტომ რომ შესაძაც ქვეყანაში შემოდიან უცხო ტომელები უცხო სხვა სარწმუნოებით სხვა კულტურით სხვა მენტალიტეტით სხვა ინტერესებით ხო ამას ბუნებრივად მოყვება ეგ ყველაფერი ეგ ელემენტარული გამოვლინება აბა თქვენ ნახეთ აგერ ბრიუსელში უბნები არის სადაც პოლიცია ვერ შედის აი ზუსტად ჩამოთესლილებიდან გამომდინარე ევროკავშირის დედაქალაქია პარიზში ნახეთ ბერლინში ევროპის სიკეთეებია ეს ყველაფერი დასავლური აზროვნების და დასავლური ცნობიერების აია ესე ხდება გაგიმარჯოს გიორგი ღმერთო ნუ შემოძმაო მე ესეთი რაღაცეები რო ხდება ამაში ფული აქვს აღებული და ამიტომ აკეთებენ მაგას ვინ გაათახსირა ვინ გადააგვარა ან რა მომავლის იმედი უნდა გქონდეს აგერ შებრძანდით და წინა პოსტი არის იუნისეფმა გამოაქვეყნა რომ საქართველოში სტუდენტებს ელემენტარულად წერა არ შეუძლიათ ნორმალურად და აზრის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ და რეალობის და ტყუილი ამბების ერთმანეთისგან განსხვავება იმიტომ რომ ეს განათლების სისტემა შეიქმნა ერთი გადაცემა იყო დემურ გიორხელიძეს ვიღაცა ცინგლიანი ჟღენტიანი გოგო დაუსვეს ეს საბჭოური სკოლა და ეს საბჭოთა მასწავლებლები და ეს სირი ჩამოყალიბებული გამოკლავებული ხადაგიგო არა აქვს აკითხული ამ ხელა განათლების ადამიანს იქით ასწავლის შუას მის დროში რა იყო და როგორ ხდებოდა ასეთი ხალხი აშენებენ ქვეყნის მომავალს და გადახვეწილი არის კიდე
ხო ის სულ დამავიწყდა მე თქვა თუ ვინმე წამალი დაჭირდებოდა თუ ვინმე კურნალობა დაჭირდებოდა ეგ იყო უფასო საავადმყოფო ახლა ეგ რა ხარ გადახვეწილი მაშინ რა ქვია საფრანგის და გერმანელის და ინგლისელის და სხვა რჯულის ადამიანების იმედად რომ გადაგირჩინონ ავადმყოფი და რას ქვია თურმე მე ამას როგორ ვამბობ რომ საქართველოს უნდა ამოიღოს კონსტიტუციური ჩანაწერი ამ ხალხზე არ ვფიქრობ მე რომ თურმე ესენი სამადლოთ არიან გამოქცეულები თქვენ რომ ამ ხალხზე ფიქრობდეთ ბიჭო თქვენ რომ ამ ხალხზე ფიქრობდეთ მოითხოვდით იმას რომ საქართველოში ნორმალური კლინიკები იყოს ნორმალური მკურნალობა იყოს ან თუ ვინმე ქვეყნის გამათხოვრებული რო არის მთელი Facebook-ში ჯერ ისე ქუჩაა გამათხოვრებული მე Facebook-ში შეიხედავ ეს ყალბის სურათები დაყრილი ზოგი მართალია ზოგი ტყუილია ვერ გაიგებს ადამიანი თავი და ბოლოს 1 ლარი ჩამირიცხე 5 ლარი ჩამირიცხე სიცოცხლე გადავარჩინო ეს ხნა ის ხნა და ზოგმა იქ პროფესიად გაიხადა ახლა კი არა რამდენი ხანია აი ესაა თქვენ თავისუფალი საქართველო ესაა დამოუკიდებელი საქართველო ესაა ნაოცნებარი საქართველო მერტმა ხელი მოგიმართოთ ხაზეთ 51 და იყავით ბედნიერად მე არ გიშლით მაგ ბედნიერებას შემოგარგებო 1,200,000 ადამიანს თუ ეს უნდა ამ ქვეყანაში მერტმა ხელი მოგიმართოთ და აგზელეთ ბედნიერად ცხოვრება სამაგერთ უყურეთ ეგერ ხაბეს კვერცხი რაფერ გაარტყეს იმას ის რა უქნეს და ამას რა ეს უქნეს მას მივიხეთ რას ქვია ვინმე მართქვას ახლა ის რომ რა ქვია მიგრაცია არის ერის პრობლემა სამღვდელოებას ადახართ ეკლესიას ადახართ მე რო გწინთ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით რომ რას ქვია სადახართ ერთი ღვდლები სადახართ სადახართ 60 მილიონი აიღეთ ჭამს სვამთ და ფეხებზე კიდიათ სახელმწიფო და რა ხდება ერში ბალე ბრევლიც რო აღარ დაგჭება ჩემო მწირავი რა გეშველება შაჰაბას ვიზია მეც კი არ აკეთებდა რა ყავდა აბორიგენი მოსახლეობა საქართველოსთან და ასახლებდა სხვა რჯულის ხალხს სხვა რამეს გიკეთებთ ივანიშვილი ვინმე გიკეთებთ სხვა რამეს მასიურად იცლება საქართველოს და საქართველოს ტერიტორიაზე სახდება 1000 რჯულის ადამიანი და ძირითადად ის ხალხი რომლებიც ისტორიულად მოდიოდნენ დაეპყროთ საქართველოს დასახლებულიყო თბილისი საამირო გახდა 400 წელი რომელიც მე ზოგზოგიერთ ის უკვირს რომ რას ქვია არაბები თავიანთ ტურისტებს იმას ეუბნებიან რომ თბილისი არაბული ქალაქია 400 წელი რომელიმე ქალაქი საქართველოს საკუთრებაში ყოფილიყო არ იტყოდით რომ იგი ქართული ქალაქია აბა ვის ხელში იყო 400 წელი თბილისი ბერიამ და სტალინმა გააქართველა თბილისი თუ არა თბილისში ქართული მოსახლეობა 11%-ია. გადახედეთ აგერ დემოგრაფიულ იმას ანალიზს და ჩანაწერებს და სტატისტიკას და მიხვდებით. აი იმ ბნელი კომუნისტების დროს ახლა. არ ვიცით ამ ნორმალური კლინიკები სად არიან და როგორ არიან. ყოველ შემთხვევაში კლინიკა ჯერ თუ არის სადმე ნორმალური კლინიკა სპეციალისტი არაა, რომელმაც შეიძლება დიაგნოზი დაუსვას. და მაგ დასმულ დიაგნოზებს ზოგს რო თირკმელის ამოჭრას ეუბნებოდნენ, ზოგს რო იმის რა ქვია ფილტვის მოჭრას და ზოგს რო ღვიძლის განახევრებას და ასე შემდეგ, აქ საერთოდ უთხრეს, რომ ისა რა ქვია, არაფერი არ გჭირდა. მე მითხარით მე თქვენ რომელი სფერო არის და რომელი სფერო დაალაგა ივანიშვილი. ერთი სფერო მითხარით. ერთი სფერო მითხარით, რომელიც კოცების პირობებში დაალაგდა. რომელი სფერო? განათლების მიმართულება დაალაგდა, ჯანდაცვის მიმართულება დაალაგდა, სოფლის მეურნეობის მიმართულება დაალაგდა. რა დაალაგდა? ქარხნები, ფაბრიკა, წარმოება, რამე დაალაგდა? აი ეს დაალაგდა. მიგრაცია. იმიტომ რომ უშიშროების წარმომადგენლების ბიზნესი არის ძირითადად ის ნარკობიზნესი და მიგრაციაზე ფული შოვნა. ჩამოყავთ ის სტუდენტები იქნება თუ ის ვინ იქნება და მილიონებს შეულობენ თვითონ იდებენ ჯიბეში. მე შემთხვევით ამას წავაწყდი ფრანგული სამედიცინო დასკვნაში. სადაც ჩავით თეთრზე ეწერა.
ლევან სხვა თემაზე ვსაუბრობთ, მაგის გეოპოლიტიკური ცოტა ვრცელი თემა არის და არსად არ გადის და არსად არ გასულა და არსად არ გავა რა. ერთი 10 წლის მერე ნახეთ ერთი საქართველო როგორი იქნება. ირლანდია მოსანატრებელი შეიძლება გაუხდეს, ბევრს რომ მის ქვეყანაში 4 მილიონი ცხოვრობდა და ამაში რა ქვია, ამერიკაში 70 მილიონი. მერტმა დაგალოცოს ბატონო ვიზინა, მის შემოგვაშორეო მე არა. არა. ყველგან ბარდაგი, ყველგან კორუფცია, ყველგან უსინდისობა, უნამუსობა და აი კერპომანიად გადაქცეული ქვეყანა. რომ ერთმა ხელი მოგიმართოთ, ხო მოგწონთ ესეთი ცხოვრება. აი სამსონი წერს აგერ მშვიდობა არისო, ჩემო ძმაო, სამსონ. მესმის ამას ირონიულად და სარკაზმით ამბობ, მაგრამ იოანე ოქროპირს რა აქ ნათქვა მიცი? მშვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვისო, დაუნდობელ ომზეო ბევრად უარესი არის. დაუნდობელ ომზეო და ჩემო ძმაო, დაუნდობელი ომი ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში იმდენი ყოფილა სათვალავი აგერევა, საქართველოს ისტორია ომების ისტორიაა და არ გადაშენებულა ერიდა. აი ეგრეთ წოდებული მშვიდობით როგორ შენდება ერი და როგორ ნადგურდება ქვეყანა, ამას დებილი უნდა იყოს ადამიანი ვერ ხედავს. კარგი და გემშვიდობებით მშვიდობა მოგცეთ ხმართ და ელოდეთ აი ამ სიურპრიზებს, ეგრეთ წოდებულ სიურპრიზებს მომავალშიც ძალიან ბლომად იქნება. ძალიან ბლომად იქნება და ეს იქნება მანამდე სანამ ეს მიგრაცია არ დამთავრდება საქართველოში და სანამ საქართველოსთან ამათი გაყრა არ მოხდება, ისე როგორც წესია. და აი მათხოვრებს, იმ გამპრავებლებს, თქვენ ხართ ყველა მოღალატეები, ბიჭო. თქვენ ხართ ყველა მოღალატეები, რომლებიც იმის გამო რომ ხელისუფლებიდან აიღოთ ფულები და ჩაიდოთ ჯიბეში და გაპარავებული მდგომარეობა გქონდეთ, შავზე თეთრს ამბობთ. და იმას ამბობთ, რომ ვინც ამას ლაპარაკობსო, რომ მიგრაცია უყავსო ქვეყანასო, ისინიო ყველა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტები არიან. რომელი ეროვნულობაზე მელაპარაკებით. რასაც წაუს მეუბნებ, რომელი ომი მოგიწევს, ჩემო ძმაო? ომი შეიძლება რომელი მოგიწევს, იცი, მიგრანტების წინააღმდეგ. აი როგორც ხდება, აი როგორც ესპანეთში ხდება და როგორც საფრანგეთში ხდება და როგორც სხვაგან ხდება, რომ შენი ქვეყანა დაიცვა ამ ჩამოსული ინვესტორებიდან და ტურისტებიდან. აი ეს ომმა შეიძლება მოგიწევს და სხვასთან ერთი რომელი ქვეყანასთან ომის თავი გაქვს. ის უნდა ეომო. თურქს, აზერბაიჯანს, რუსეთს. ჩემო ძმაო, რო არ ისმენენ და ფეხებზე რო კიდიათ, არ შეიძლება, იცი, ოტეოსელიანის სიტყვები, არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება გინდოდეს და ერთ გაძღომაში თმობენ ყველაფერს. აი ესა უბედურება. პოლიტიკაზე დიდი ბიზნესი არაფერი არა, აი გაჩვენეთ ის და იმისთვის გარბიან პოლიტიკაში, რომ ქვეყნისთვის რამე სიკეთე გააკეთონ, თვითონ იშოვონ ორი კაპიკი და თვითონ დაждდიან სკამებზე და თავისმა პარტიამ ზუსტად ისე მიიღოს დაფინანსება, როგორც ღებულობენ ის პარტიები, რომლებიც ამათ წინ არიან, თორე ამათ სამშობლო არავის არ უყვარს.